გილოცავთ დღეს შობა რწმენის, სინათლის და გამარჯვების უდიდესი დღესასწაული. შობის მთავარი ტრადიცია ალილოა. საშობაო მსვლელობა დღეს 2 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება. შეგროვებული სურსათი და სანოვაგე კი უკვე მოხუცთა თავშესაფრებს და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. როგორი იქნება დღეს ალილო, ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის. გილოცავ ნინო შობას და გითხარი რა იქნება დღეს. მადლობა, მეც გილოცავ პირადად შენ და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს. რაც შეეხება დღევანდელ ალილოს, ჩვენ ვიმყოფებით რესპუბლიკის მოედანზე და როგორც ხედავთ, აქ უკვე არის კარავი, სადაც დილიდან მოდიან მოქალაქეები, მოაქვთ სურსათ სანოვაგე, აგროვებენ ამ სურსათ სანოვაგეს იმისთვის, რომ მოგვიანებით სამად გაიყოს ეს სურსათი. ეს ტრადიციულად შემდეგ ეს სურსათ სანოვაგე ხდება როგორც ბავშვთა სახლებში, ასევე მოხუცთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში. წელს არის ალილოს აღდგენის 25 წლის თავი 2000 წელს აღადგინა ილია მეორემ ალილო აი ამ სახით, როგორც გვაქვს უკვე. მაგრამ წლევანდელი ალილო იქნება განსხვავებული, რადგან მაყურებელმა იცის, რომ როდესაც რესპუბლიკის მოედნიდან იწყება მსვლელობა, მეალილოები მიუყვებიან ხოლმე რუსთაველის გამზირს, ჩაეძებიან პარლამენტთან, საკანონმდებლო ორგანოსთან, საიდანაც როგორც წესი გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად უერთდება აი ამ ალილოს, სურსათ სანოვაგეს აწვდის მეალილოებს, ამის შემდეგი გაჩერება არის ხოლმე საკრებულოს შენობა თავისუფლების მოედანზე, იქაც იგივე ხდება. მეალილოების ერთი ჯგუფი კი მიდის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და იქ პრეზიდენტს ულოცავს ახალ წელს. წელს ეს ყველაფერი არ მოხდება. კონკრეტული მარშრუტი აქვს დღევანდელ მსვლელობას, დაიწყება ეს მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე, ჩაივლის ისევ რუსთაველის გამზირით, ისე რომ არცად არ გაჩერდება და პირდაპირ დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.